დილა მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ლელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გაცემას კი კახა გოგოლაშვილი გახსნის. საქართველოსთან ერთად დღეს მნიშვნელოვან დროს დაუთმობთ გლობალურ პოლიტიკასაც, მათ შორის შევაფასებთ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ ობობას ქსელის სახელით ჩატარებულ ოპერაციას, რომელსაც თავად ზელენსკი უნიკალურს უწოდებს. მაშასე ჩვენი პირველი სტუმარი უკვე ნიუსრუმშია და ეს ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით სესიაზე რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. უწყების ცნობით საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და იგი მისი მიზნებიდან გამომდინარე ჰუმანიტარული ხასიათისაა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ რუსთავის სკოლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები გააცნო. პედაგოგებს კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დავით სონღოლაშვილმა შეხვედრაზე საქართველოში მეღვინეობა მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის თბილთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ კახა და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით. ბატონ კახა, საქართველოში პრობლემები არ გვაკლია, თუმცა არ მინდა ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ის, რაც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დანარჩენ მსოფლიოში ხდება, ამიტომ მოდით დღეს გლობალური პოლიტიკით დავიწყოთ. პირველ რიგში კი ისევ და ისევ რუსეთ-უკრაინის ომია გასული დღეების განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ სახელწოდებით ობობას ქსელი, რომლის ფარგლებშიც როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთის ტერიტორიაზე 117 დრონი გამოიყენეს, მათ შორის უკრაინამ დაარტყა რუსეთის 4 აეროდრომს. ეხლა თავად უკრაინის პრეზიდენტის შეფასებაა, რომ ეს იყო აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია. აი მართლაც რა იყო ის, რაც ნახა მსოფლიომ და რაც მთავარია ნახა და იგემა რუსეთმა. დიახ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ამასთან დაკავშირებით და რაც შესაძლებელი იყო და რაც ცნობილი ყოფილიყო, უკვე პრაქტიკულად ცნობილია. ალბათ საინტერესოა პოლიტიკური შედეგი ამისი, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით სრულად ვერ ვხედავთ, მაგრამ სავარაუდოდ ამას ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ ეს საუბრები, რომ უკრაინა მარცხ ხდება ომში და რომ უკრაინას აღარ აქვს კარტი, რომელიც პრეზიდენტმა ცნობილი ფრაზა, რომელიც ვთქვათ პრეზიდენტმა ტრამპმა ახსენა, რომ რუსეთს აქვს აბსოლუტური უპირატესობა და ასე შემდეგ, ის წინ მიიწევს და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთქვეშ დადგება ესეთი ტიპის დებულებები და ბევრად მეტ ეს თქვა ავტორიტეტს აუწევს უკრაინას, მეტ მხარდაჭერას მიიღებს ის თავის პარტნიორების მხრიდანაც. კარტები უკრაინასაც აქვს. დიახ, და უკრაინას აქვს ის კარტები, რომ ის არ არის ჩამოშლილი თქვა სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს თავს, რომელიც პანიკურად თქვა პასუხობს რუსეთის შეტევებს და ასე შემდეგ. ის არის შემტევი სახელმწიფო, რომელიც კონტრიერიშებით პასუხობს რუსეთის ნებისმიერ და უფრო ეფექტიანი კონტრიერიშებით, ვიდრე ამას ახორციელებს თქვა იერიშების სახით რუსეთი, ხო, უკრაინას. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური გავლენა და გარდატეხა უკრაინასთან მიმართებით დამოკიდებულებაში სხვადასხვა ქვეყნების. ასევე რუსეთიდანაც ალბათ რუსეთი ძალიან აროგანტულად იყო განწყობილი აი ამ შეხვედრის წინ, როგორც ვიცი, სტამბოლამდე ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ ძალიან აროგანტულს, მიუხედავად იმისა, რომ მაინც წარმოადგენეს ეს თავისი რაღაც ზედმეტად რუსეთისთვის ოპტიმისტური და ცინიკური შეიძლება ითქვას წინადადებები მოგვარებისთვის. მათი რიტორიკა საგრძნობლად შერბილდა და ისეთი ესე ვთქვათ მუხარებით აღარ გამოირჩევა, როგორც ადრე იყო, მუხარებით იმ თვალსაზრისით, რომ აი
დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ თითქოს უკრაინა ვერ გადაურჩება მათ რისხვას და ასე შემდეგ. ამიტომ ამას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. შერბილება ზელენსკიმაც დაინახა და ამაზე სულ ცოტა ხანში გკითხავთ, იქამდე ისევ აი ობობას ქსელის ოპერაციას მინდა დაუბრუნდეთ, აი თქვენ თქვით რომ კარტები გამოჩნდა თუნდაც ამ ოპერაციით უკრაინის ხელში, ახლა საინტერესოა აი რა გავლენა შეიძლება ქონდეს ამ და ამ ტიპის ოპერაციებს უკვე მოსკოვზე. ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ FSB-ს დირექტორატის გვერდით, რომ ამბობს ზელენსკი, ის ასევე ადასტურებს, რომ რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34%-ს დაარტყა უკრაინულმა მხარემ. მისივე თქმით, სამიზნეებზე დარტყმების დროს დრონები ავტონომიურად არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ შესაბამისად როგორც ზელენსკი ამბობს, ოპერაციაში 17 დრონი გამოიყენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე რაოდენობის ოპერატორი მუშაობდა. მან ასევე თქვა ისიც, რომ ყველა, ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთის ტერიტორიიდან დროულად გაიყვანეს. სპეცოპერაციის მიზანი იყო რუსეთმა გააცნობიეროს, რაც ნიშნავს დანაკარგების განცდა, რადგან ეს არის ის, რაც მას დიპლომატიისკენ უბიძგებს, ეს არის ზელენსკის განცხადება. აი მისი განცხადების კონტექსტში მინდა დაგისვათ სწორედ კითხვაც, აი რამდენად მიიღო ასე თქვას მოსკოვს ობობის ქსელის თუ მეორენაირად მას აბლაბუდასაც ეძახიან, აი ამ სახელწოდების ოპერაციები დათმობამდე, იმიტომ ჯერჯერობით რაც ვნახეთ, რუსეთმა კი დაადასტურა, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა, თუმცა თქვა, რომ ეს თავდასხმები მოიგერიეს. კი ბატონო, აქ იცით რა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ის რომ ესეთი მასშტაბური ოპერაცია მზადდებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ წელიწადნახევრის წინ უკრაინას ჯეროდა რომ გრძელვადიანად ის ომს არ წააგებს. როდესაც ქვეყანა აი ესეთ ვითარებაში, სადაც არის შემოტევა, იქ მე მგონი ბახმუტის პერიოდი იყო, როდესაც უტევდნენ თქვა რუსები ძალიან ინტენსიურად. აი ამ მომენტში, როცა ქვეყანა მირწმუნა, რომ მას შეუძლია წელიწადნახევარი გაძლოს და მერე მიაყენოს სასიკვდილო დარტყმა მის უმნიშვნელოვანეს, ესე ვთქვათ, აი ამ ტრიადის, ბირთვული ტრიადის უმნიშვნელოვანეს რგოლს, როგორც არის სტრატეგიული ავიაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ოპტიმიზმით და გრძელვადიანი, ესე ვთქვათ, ბრძოლისთვის მზადყოფნით არის გამსჭვალული უკრაინული საზოგადოება და ეს დაინახა ახლა რუსეთმა. რუსეთმა დაინახა, რომ უკრაინა უბრალოდ რაღაც მექანიკურად კი არ იცავს თავს და ხან აქ, ხან იქ, სადაც შეუტევენ, იქ აკეთებს მობილიზებას. არამედ გრძელვადიანად აქვს დაგეგმილი კონფლიქტის დინამიკა, ის ხედავს კონფლიქტის განვითარების შესაძლებლობებს მომავალში და ის უმიზნებს სტრატეგიულ, ესე ვთქვათ, სტრატეგიული მიდგომებით რუსეთის მხარეს. ეს არის, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიურად ალბათ მნიშვნელოვნად დააზიანებს რუსების мотиваციას, მათ შორის საზოგადოების мотиваციას, იმიტომ რომ ამას ხედავს რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი რაღაცა აი ძალიან ინტენსიურად უტევენ უკრაინელებს და ანადგურებენ და ასე შემდეგ და საწყალი უკრაინელები აი პირდაპირ სოროებში არიან ჩამძვრალები. აი ამ ფსიქოლოგიურ განწყობას რუსეთში ეს ანგრევს, რა თქმა უნდა, ეს ოპერაცია. ბატონო, ხა რუსეთის მიმართ შეტევაზე რადგან ვსაუბრობთ, ახლა გუშინ გახდა ცნობილი, რომ უკრაინამ ყირიმის ხიდსაც დაარტყა, რიგით მესამედ, ხო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ეს ოპერაციაც, ისე როგორც ობობას ქსელი, რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და ვნახეთ კიდეც ყირიმის ხიდის მორიგჯერზე აფეთქების კადრები 110 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებებმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. ხა იქ ობობას ქსელის შესახებ ამბობს უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი, რომ ეს ოპერაცია მხოლოდ ერთი ეპიზოდი და ერთჯერადი არ არის და შეიძლება ისევ განმეორდეს. შესაბამისად, აი რა რესურსები სჭირდება ამ ტიპის ოპერაციების მომზადებას და რამდენად საკმარისია მხოლოდ უკრაინული რესურსები, ანუ რამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ აი ამ ოპერაციების მომზადებაში უკრაინას, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს დასავლელმა პარტნიორებმა. იცით რა, ეს ის შემთხვევა, როდესაც ესეთი ოპერაციების ჩატარებისთვის რა რესურსიც არის საჭირო, იმაზე რამდენიმეჯერ მეტი ჭირდება თავდასაცავად ესეთი ოპერაციებისგან თავდასაცავად მოწინააღმდეგე მხარეს. ეს არ არის აი კინეტიკური ომის შემთხვევა, როდესაც თქვათ დაცვას ჭირდება ნაკლები რესურსი, ვიდრე თავდასხმას, რომ მიაღწიოს შედეგს.
ამ შემთხვევაში სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშა იპოვნეს უკრაინელებმა და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით აკეთებენ აქცენტს სწორედ შედარებით ნაკლები რესურსით, მაგრამ ძალიან დიდი მობილიზებით, ძალიან დიდი გათვლებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქნება ეს თუ დიდი ინტელექტუალური ეს თქვა ძალების ჩართვით და ორგანიზებით და ასე შემდეგ. ისინი აღწევენ იმას, რომ ეხლა რუსებს უწევთ ძალიან დიდი რესურსების მობილიზება იმისთვის, ჯერ ერთი აი მას შემდეგ რაც ვთქვათ ეს ოპერაცია ჩატარდა თელ რუსეთში ამოწმებდნენ ყველა ესე ვთქვათ სატვირთო მანქანას აჩერებდნენ და ამოწმებდნენ მის ეს უზარმაზარ რესურსს მოითხოვს ანუ ძალების მობილიზებას სულ სხვა მიმართულებით იმის მაგალითად რომ დაიცვან თქვათ სხვა ადგილას სადაც თქვათ მიმდინარეობს ომი ან ასე შემდეგ გზები და ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ მათ უწევთ ახლა ყველა მთელი ინფრასტრუქტურის გაათმაგებულად დაცვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ასევე მათთვის როგორც ეკონომიკური ისე რესურსული და დაგეგმის კონტექსტში ოპერატიული საშუალებების ეს ვთქვათ მობილიზების და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ესეთი ტიპის ოპერაციები და ამ როგორც ჩანს უკრაინა დიდი ხანია მუშაობს იმაზე რომ სწორედ აი ესეთი პენეტრაციული სახის ანუ შიგნით რუსეთის ტერიტორიის შიგნით ოპერაციების განხორციელებით მიაღწიოს მეტ ეფექტს და შედეგს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს, აი ბოლოს ორი იმის გაიმართა ხო სტამბოლში მორიგი აუდიენცია, ამ შეხვედრის შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის დელეგაციის მისამართი თავხედი ხალხია, მაგრამ ცოტა უფრო მოკრძალებულად იქცეოდნენ. კიდევ რამდენიმე ღონისძიება საჭირო და ეცდებიან მოიქცნენ ადამიანები, ვით აი თქვენც თქვით რომ რუსეთს ტონის შერბილება ეტყობა. აი რითი უნდა ავხსნათ რომ როგორც ზელენსკი ამბობს რუსეთის თავხედობის ხარისხი შემცირდა. ნუ ესე ხა ყველას კარგად ესმის რომ რუსეთი არ არის რაღაც და არა მარტო რუსეთს ახასიათებს ეს ალბათ, ნუ როდესაც სახელმწიფო გზნობს რაღაც ძალას და მით უმეტეს სახელმწიფო როგორც არის რუსეთი რომელიც არც ცნობს, არც სამართალს, არც შეთანხმებებს, არც რაღაც მორალურ ნორმებს და ასე შემდეგ მას თავს გაუდის და ეს ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით საქართველოში ჩვენ გვიწვნია რუსეთის შემოტევა და როგორ იქცევიან მისი ჯარები, მათი თქვათ ოფიცერები. თუ გნებავთ რუსეთის მოსახლეობაშიც როგორი რიტორიკა არის, ესე თქვათ მაციან, ვინც დაამარცხეს, ვისაც ისინი თვლიან თავისზე სუსტად, მათ მიმართ არის სხვა ქცევა და ეს არ არის გამონაკლისი ასევე იმ ესე ვთქვათ ადამიანებში და იმ ფენაში რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის შეიძლება ითქვას სახელმწიფო ელიტას, მათ შორის ეს დიპლომატები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, ისინი ვინც იღებენ მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში. მათაც ახასიათებს ეს და ეს ისტორიულად ჩვენ ვიცით რომ ისტორიულად რუსეთი ესეთი ქვეყანა იყო. შესაძლოა არა მარტო რუსეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რუსეთზე განსაკუთრებული ესე ვთქვათ ფოკუსი გვაქვს და ვიცით რომ ეს განსაკუთრებით გამოყოფილია რუსეთში. ამიტომ აი ეს თავში ჩარტყმა და აი ეს დამცირება რუსეთის აი ესეთ საჯარო და თან ისეთი დამცირება, რომელზეც პასუხი რუსეთს არ აქვს, იმიტომ რომ ეხლა რამდენიც არ უნდა იძახო რომ ჩვენი პასუხი იქნება დამანგრეველი და ასე შემდეგ და რუსეთი თავს არ იკავებდა აქამდე არანაირად და რა რესურსიც ჰქონდა ყველა რესურსი იყენებდა ქალაქების გასანადგურებლად, მოსახლეობის, ნებისმიერი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ანუ რუსეთი თავის მაქსიმუმზე უკვე მუშაობდა. ანუ ეხლა უკრაინელებს აღარ ეშინიათ, შეეჩვენ იმას, რომ რუსეთი დღეში ხანდახან 100 რაკეტას უშვებს, ხო? და 100-ზე და 100-ზე მეტ დრონს, 400 დრონი გაუშვა ამასთანავე ერთ დღეში, ხო? ანუ ამას შეჩვეულები არიან და ამაზე მეც რუსეთი ვერაფერს ვეღარ გააკეთებს. პირიქით, ეხლა სტრატეგიული ავიაცია შეუმცირდა, დაუსუსტდა და ნაკლებ იმებს რაკეტებს გაუშვებს რუსეთის ტერიტორიიდან, რომელსაც უშვებდა. ხო, თუმცა მათი მადის შემცირება ნამდვილად არ ჩანს იმ მემორანდუმში, რომელიც უკრაინულ მხარეს სტამბოლში ბოლო შეხვედრაზე გადაეცა. ამ მემორანდუმის შინაარსთან დაკავშირებითაც რომ გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებლებს, როგორც ცნობილი ხდება, რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს. მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს. ციტატა: პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეერაღება
შეიარაღებული ძალების გაყვანას რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნის სამხედრო მონაწილეობას კრძალავს. ასევე რუსული მემორანდუმის თანახმად უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს, ასევე უკრაინამ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს. დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნასაც ითვალისწინებს. აი რა სიტყვით, როგორი მადა აქვს რუსეთს და მეორე მხრივ რა ალბათობაა იმის, რომ უკრაინა ამ ყველაფერს დათანხმდეს. კი, რა თქმა უნდა, ახლა მოლაპარაკებებში ეს ყოველთვის ესე ხდება, რომ ყველა მხარე ცდილობს, რომ თავისი მაქსიმუმი წარადგინოს და შემდეგ არის მათ აქვთ მანდატი მაქსიმუმი და მინიმუმი, რომელთაც გადიან მოლაპარაკებებზე და შემდეგ მოლაპარაკებების დროს ხდება დათმობა და მაგრამ იმ მინიმუმის წითელი ხაზის იქით უკვე არ აქვთ უფლება, რომ გადავიდნენ მომლაპარაკებელი გუნდი. ამიტომ აქ არის რა თქმა უნდა ძალიან გაბერილა ამ მაქსიმუმზე, მან და ესე ვთქვათ, საიდანაც იწყებენ ვთქვათ მოლაპარაკებას იმ წერტილებზე და ამის აქეთ უკვე რა თქმა უნდა ისინი უნდა წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე. ამიტომ მე სულაც არ მაშინებს რუსეთის ეს განცხადებები, მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი იყო აი იმ ესე ვთქვათ ობობას ოპერაციამდე, ხო, დაწერილი. ეს არ შემუშავებულა და ნათქვამიც და ინერციულად რუსეთმა არაფერი არ შეცვალა ამ კონტექსტში ჯერთი არც ქონდა ამის რაც არ უნდა მომხდარიყო ის მაინც თავის აი მაქსიმუმ მოთხოვნებს არ შეცვლიდა მაგრამ თავ ყველაზე მნიშვნელოვანია რაზე წავა რუსეთი აი ეს არის საინტერესო ანუ რას დათმობს და რას არ დათმობს ანუ საუბარი დენაციფიკაციაზე და მე მგონია რომ ეს არის დამოკიდებული რამდენიმე რაღაცაზე ჯერ ერთი ну, რა ვიცი, კლასიკური კვლევებით არიან ძალიან ძლიერი მაგალითად თომას შელინგი ამბობს, რომ ნებისმიერ დიპლომატიის უკან სამხედრო ძალა თუ არ დგას, ის დიპლომატია ვერ აღწევს თავის შედეგებს, ხო? ანუ უკრაინამ უნდა კიდევ ერთხელ დაამტკიცოს და უნდა სულ უმტკიცოს, რომ ის არის ძლიერი სამხედრო ძალა, რომ ის არ გამოდის სუსტი პოზიციებიდან. ამას უნდა დაემატოს ევროკავშირის ქვეყნების უფრო მეტი დახმარება. იგივე გერმანიის განცხადებები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკრაინის ზურგის გასამაგრებლად იყო. დიპლომატიურ, ესე ვთქვათ, იმაში ფრონტზე გამოსაყენებლად იყო პირველ რიგში განცხადებები გაკეთებული ტაურუსებს მიაწვის და ასე შემდეგ. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ამერიკის პოზიცია უნდა შეიცვალოს, თუ ამერიკამ უნდა მიაწოდოს იარაღი. ეხლა ამ მომენტში პუტინი ესა ზელენსკი ითხოვს ამერიკისგან იარაღის შესყიდვას და ჯერჯერობით ამერიკელები ჩუმად არიან, მაგრამ როგორც კი დაიწყებს იარაღის მიწოდებას ამერიკა პოზიციები ისევ გაუმაგრდება უკრაინას უფრო მეტად. ამიტომ რაც უფრო ძლიერი იქნება სამხედრო თვალსაზრისით, რაც უფრო ძლიერი პოზიციები ექნება უკრაინას, არის შანსი რომ ამერიკამ უარი თქვას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. შანსი არის, რა თქმა უნდა, ჩვენ რო ზუსტად შეგვეძლოს ამის წინასწარმეტყველება, ეხლა იმიტომ რომ იქ ჩვენ ვიცით ამერიკაში როგორ არის პოზიციები ჩამოყალიბებული, სენატი ამ მომენტში უმეტესობით თავისით მხარს უჭერს სრულად რუსეთზე ზეწოლას, კონგრესის დიდი ნაწილიც სხვათა შორის, მაგრამ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია როგორც ვიცით, სულ სხვა პოზიციებზე ოღონდ ეხლა უკვე შეარბილეს თავისი რიტორიკა და ისეთ განცხადებებს აღარ აკეთებს, რა თქმა უნდა, ტრამპი. სანქციებზეც იწყებენ მუშაობას. სანქციები შემუშავებული აქვს პრაქტიკულად. ჯონ ტუნმა განცხადება, რომ მიმდინარე თვესვე დაიწყება, თვის განმავლობაში დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ აი ამს მინდა დავასრულო ამაზე საუბარი იმითი, რომ ძნელია წინასწარმეტყველება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა არის ესეთი, უკრაინა აძლიერებს თავის პოზიციებს. რამდენიმე კიდე ესეთი ოპერაცია 2-3 მნიშვნელოვანი ოპერაცია და სულ სხვა პარტნიორის წინაშე დადგება, პარტნიორის კი არა, უბრალოდ მოწინააღმდეგის წინაშე დადგება რუსეთი და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაძლიერდება ამ შემთხვევაში ხარდაჭერა, შეიძლება ამერიკაშიც ეს მერყეობა დასრულდეს, იმიტომ რომ ამერიკელები არიან ძალიან პრაგმატული, რაც უნდა თქვა, ნაცია, ისინი როცა ხედავენ, რომ სადღაც არის შესაძლებლობა, ამ შესაძლებლობას არ გამოტოვებენ და უკრაინის ძლიერად გამოჩენა, ეს არის შესაძლებლობა ამერიკისთვის, რომ შემდეგ თქვან, რომ აი ჩვენ გავაძლიერეთ. აი ჩვენ დაუჭირეთ ხარ და იმიტომ გაიმარჯვა, ხო? და არა ჩვენ გარეშე. ხომ არ უშანს პირი, რომ რუსეთ-უკრაინა ვერ მივა მაინც საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე იქამდე, ვიდრე ვთქვათ, ორი ქვეყნის პრეზიდენტების, პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა არ შედგება და იქვე არ იქნება დონალდ ტრამპი, თუ ვერც ეს უშველის
ამ ამბავს მე მგონი ეს პირისპირ შეხვედრასაც შეეხება სხვა შორის პესკოვი ამბობს რომ უახლოეს მომავალში პუტინის და ზელენსკის შეხვედრა რომელზეც იქნება ტრამპი ნაკლებად სავარაუდოა თუმცა ხა თავად ამერიკაში ამბობენ რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის თუ საქმე აქამდე მივა რამდენად მივა საქმე აქამდე როგორ ფიქრობთ დიახ ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქმე იმაში არ არის პუტინი და ზელენსკი შეხვდებიან ერთმანეთს და ეს გადაწყვეტს იმას და ტრამპიც რო ამბობს თუ ტრამპი იქ იქნება მაშინ ყველაფერი გადაწყვეტს არა საქმე იმაშია რომ შეთანხმებები ესე არ ხდება შეთანხმებები მანამდე წყდება შეთანხმების ბედი სანამ უმაღლეს დონეზე შეხვედრა გაიმართება უმაღლეს დონეზე შეხვედრა როცა იმართება იქ უკვე პრაქტიკულად ყველაფერი დასრულებულია იქ უკვე შემზადებულია გადაწყვეტილებები და ისინი ჩნდებიან მაგრამ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ ჩვენ გავიგებთ რომ ეს შეხვედრა დაიგეგმა და მაგალითად ორ კვირაში გაიმართება ეს ნიშნავს იმას რომ პრობლემა შეთანხმებასთან არის ძალიან ახლო მისული და უკვე პრაქტიკულად იგივე მით უმეტეს თუ განაცხადებენ რომ ტრამპიც ჩავა ამ შეხვედრაზე ეს აუცილებლად ნიშნავს იმას რომ პრაქტიკულად ის კი არა რომ ტრამპი ჩავა და ამ შეხვედრას გადაწყვეტს და შეთანხმებას მიაღწევს არამედ ის რომ ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და ლიდერებს შეუძლიათ თავისი იმიჯის და თავისი ესე ვთქვათ როლის ხაზგასასმელად ჩავიდნენ და პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და თანაც შეთანხმება ამ შემთხვევაში არის ისეთი მიღწეული რომელიც ყველა მხარეს აწყობს და ფიქრობენ ყველა მხარე თავისებურად ფიქრობს რომ ამაზე კაპიტალიზაციას მოახდენს ანუ მოახდენს თავისი ესე ვთქვათ რაღაც წარმოჩენას თავის ხალხის წინაშე როგორც გამარჯვება და აი ესეთი შეთანხმების მიღწევა არ არის მარტივი რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიდის ომი პრაქტიკულად აქამდე სანამ უკრაინამ არ გამოიჩინა რაღაც დიდი სიბრძნე, ხო? თორე აქამდე მიდიოდა ომი, ეგრეთ წოდებული მარტო მოგების თამაში, zero sum games ეძახიან, ანუ ესე ვთქვათ, მოგება წაგების ესე ვთქვათ თამაში. ერთი იგებს, მეორე აგებს აუცილებლად. ეხლა უკვე ცდილობენ მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც რა თქმა უნდა არც ერთისთვის არ იქნება სრულად მომგებიანი, მაგრამ არ იქნება ასევე წამგებიანი და ბოლოს და ბოლოს ორივესთვის იქნება მომგებიანი, იმიტომ ომი დასრულდება, ხო? ამაზეა საუბარი. და აი ეს პერსპექტივა ჩანს. მე ესე მგონია, რომ შესაძლებელია ზაფხულშიც კი დასრულება ომის, თუ ვთქვათ უკრაინამ ცოტა მეტი ზეწოლა მოახდინა რუსეთზე და თუ დასავლეთმა ცოტა მეტი დახმარება გაუწია უკრაინას, მაშინ გადატეხავს აი რუსეთის ესე ვთქვათ განწყობებს. გასაგებია, ბატონ კახა, უკრაინისთვის დასავლური ქვეყნების, მათ შორის მეზობლების მხარდამჭერას სასაცილო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ კონტექსტში ერთი კითხვა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე და მის შედეგებზეც მინდა დაგისვათ. პოლონეთის ახალი პრეზიდენტი იქნება კაროლ ნავროცკი, რომელიც როგორც ამბობენ, დიდად კეთილგანწყობილი არაა, როცა საქმე ეხება ევროსტრუქტურებში უკრაინის გაწევრიანებას. შესაბამისად, რა ვიცით ახალ პრეზიდენტზე და რამდენად უნდა ელოდოს უკრაინა წინააღმდეგობას, როცა საქმე ეხება უკრაინის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში და მეორე მხრივ რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება. ამბობენ იმასაც, რომ ეს ადამიანი არ არის კეთილგანწყობილი რუსეთის და მოსკოვის მიმართ, თუმცა მაინც აი საინტერესოა რა ურთიერთობები შეიძლება ქონდეს ახალ პრეზიდენტს რუსეთთან. ნუ საინტერესოა, მანდ არის მნიშვნელოვანი ჩვენ გავიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაში არის ეს პარლამენტი და მთავრობა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი, რომელიც წვეთს ესეთ საკითხებს, როგორც არის თქვა იგივე უკრაინის გაწევრიანება, ის მხარდაჭერა თუ თქვა, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ამ პრეზიდენტმა მოიგო არჩევნები. მართალია ძლივს 50 და რაღაც 8% ძალიან მცირე სხვაობით მოიგო და არ შეიძლება ვთქვათ, რომ ესე იგი პოლონელების განწყობების სრულად არის იგივე, რაც ამ პრეზიდენტს. იქ შეიძლება სხვა რაღაც ემოცი მოხდეს, მაგალითად ნეგატიური განწყობები, ვთქვათ, პირიქით ტუსკის პარტიის მიმართ და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობებს, კი, ის აცხადეს, მაგრამ მასზე არ არის დამოკიდებული უკრაინის გაწევრიანება. ეს ერთი, მეორე პოზიციები შეიძლება შეიცვალოს. ერთი არის რა გაგვშენ როგორც საარჩევნო სტრატეგია, რა ჯდება ამაში, მაგრამ ჩვენ ნახეთ წერილი, რომ ეს ნავროცკიმ ვთქვათ, უპასუხა მოლოცვაზე იმას აქვია. იქ იყო გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ იყო ძალიან თბილი წერილი იმ კონტექსტში, რომ ის მზად არის უკრაინასთან, გააგრძელოს მისი მხარდაჭერა პირველ რიგში. გააგრძელოს, ნუ ეხლა მაგაზეც არ არის სულად დამოკიდებული, მაგრამ მხარდაჭერა, ვთქვათ, თავისი მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ და შემდეგ უკვე დიალოგის რეჟიმს ისკენ მოუწოდებს, რომ ის საკითხები, რომელიც მათ აქვთ, რაღაც ისტორიული თემები, ეს შეიძლება ტერიტორიებსაც ეხებოდეს, ან ყოველ შემთხვევაში რაღაც სხვა იქ უმცირესობების საკითხებს და ასე შემდეგ.
ეს თემები უნდა მოაგვარონ თითქოს და მაგრამ ეს უფრო პოპულისტური საკითხი არის. ამიტომ მე ძალიან დიდ ყურადღებას ამაზე არ გავამახვილებდი. ეს არ ნიშნავს კონსერვატიული ძალების სრულად გამარჯვებას და თან ეს არ არის ისეთი კონსერვატიული ძალა, როგორიც ვთქვათ, უნგრეთშია ან თუ გნებავთ ფისოს პარტია, პრორუსული ძალა აბსოლუტურად არ არის. აქ სულ სხვა ფენომენთან აქვს საქმე. ამიტომ მე საგანგაშო სამართლში ვერაფერს ვერ ხედავ. მადლობა ბატონ კახა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. კახა გოგოლაშვილი აფასებდა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში არსებულ პერიპეტიებს. ახლა რეკლამის შემდეგ უკვე საქართველო და ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი. ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, უბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი გიორგი ბუტიკაშვილია ამჯერად ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვიყვანეთ. მოგესალმებით, მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, თქვენი კოალიციის ორი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია არიან დაპატიმრებულნი და იგივე საფრთხე ემუქრება მესამეს ნიკა გვარამიას გულისხმობ, ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ სხვა თემებზე დავიწყო თქვენთან საუბარი, იქამდე ვიდრე ამ მოცემულობას არ შევაფასებთ. ახლა რამდენადაც მედიამ ვიცით 7 ივნისს ეწურება ნიკა გვარამიას გირაოს გადახდისვა და ვხედავთ რომ ხელისუფლება ყველას ვინც არ თანამშრომლობს საგამოძიებო კომისიასთან ან ასე ვთქვათ არ ასრულებს სასამართლოს მიერ მიღებულ გაწყვეტილებას უშვებს ციხეში. შესაბამისად ამ ფონზე რამდენად რჩება ნიკა გვარამია იმ პოზიციაზე რომ მიუხედავად ყველაფრისა გირაოს არ გადაიხდეს. ხო, მივესალმებ პირველ რიგში მაყურებელს. ცხადია ეს იყო გააზრებული ნაბიჯი ჩვენი კოალიციის ლიდერების მხრიდან. ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იძულების წესით მოეხდინა საკუთარი არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაცია და ამ ფორმით სცადა კომისიებით, სცადა გამოგონილი კომისიები და ფარსით სცადა ოპოზიციის პროდასავლური ძალების შეტყუება პარლამენტში. ზოგთან გამოუვიდა, ზოგთან არ გამოუვიდა. მაგრამ ჩვენი მყარი პოზიცია ყოველთვის იყო არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს. ანუ ეს არ არის პარლამენტი. შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ გზა და იგივე გზას გაივლის ნებისმიერი ჩვენი კოალიციის წევრი, თუ ეს საკითხი მათთანაც დადგა. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნების ყველაზე ქართულ ოცნებას განსაკუთრებით უნდა აღიარონ პარლამენტი და აღიარონ ქართული ოცნების ძალაუფლება. ამას ეხვეწება დასავლეთსაც, ამას ეხვეწება ხალხსაც ქუჩაში და ამიტომ იღებს ამდენ კანონს და ამიტომ ცდილობს ოპოზიციის და პროდასავლური პარტიების დევნას, იმიტომ რომ მას ჭირდება ლეგიტიმაცია, სხვანაირად ისინი არ არსებობენ, ანუ ისინი სრულყოფილად ვერ წარმოადგენენ საკუთარ თავს. ამიტომ ქართული ოცნების დელეგიტიმაციის პროცესი იწყება ასე. პარლამენტში არ შესვლით, არ მონაწილეობით იმ ეგრეთ წოდებულ კომისიაში, არ გადახდის გირაოსი, რომელიც გირაოს გადახდაც არ ნიშნავს შენ ერთი იმას, რომ სისტემა გაგათავისუფლებს ან გარედაქტოვებს, იმის მიხედვით იმოქმედებს სისტემა, როგორ თალკე საკითხია რა იქნება სასამართლოს საბოლოო განაჩენი. არ თანამშრომლობთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ამით სტრატეგიულად მივყვებით, ყველა ნაბიჯს ვდგავთ იმისთვის, რომ ქართული ოცნების დელეგიტიმაცია მოხდეს, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთოს, ანუ თვითდაზიანების პროცესი განაგრძოს, ეს მათ აზიანებს, ხო? ყველა ნაბიჯი რომ აზიანებს მხოლოდ ქართულ ოცნებას, ახლა კი ხართ მზად რომ თქვენი კოალიციის სამივე ლიდერი ჩაჯდეს ციხეში, თუმცა ამ შემთხვევაში მართლაც ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რამდენად აქვს ოპოზიციურ სპექტრს იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერი ლიდერები მოწყდნენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებს და გისოსებში გადაინაცვლონ. აი მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომელმაც გირაო გადაიხადა, ამბობს, რომ თავისუფლებაზე მყოფს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ქვეყნის საკეთილდღეოდ და ქვეყნის დასახმარებლად და ქართული ოცნების დასასუსტებლად, ვიდრე ამას შეძლებდა გისოსებში მყოფი. არის თუ არა ეს რეალურად მართლაც ასე? გიორგი ვაშაძე ფიქრობს ასე, მაგრამ ფაქტებია სხვა. როდესაც პოლიტიკური ლიდერები აღმოჩნდებიან ციხეში, როდესაც პოლიტიკური ლიდერების, პროდასავლური ლიდერების დევნა იწყება, სრულიად უსაფუძვლოდ, უსამართლოდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი რეაქციები არის განსხვავებული. ჩვენ არსებობენ პოლიტიკოსები, ვისაც შეუძლიათ კონტრასტი დადონ, სახე ჩამოხსნან ქართული ოცნების რეალურ მიზნებს და არიან პოლიტიკოსები, რომლებიც წლების მანძილზე თამაშობდნენ ივანიშვილის თამაშის წესებით და ივანიშვილს უნარჩუნებდნენ რაღაც ფორმას, რომ თითქოს აქ არის დემოკრატია, თითქოს
ყველაფერი წაწაღებული არ არის. თითქოს შეგვიძლია ჩვენ აქედან არჩევნებით, რაღაცა თანამშრომლობის ფორმებით, დიალოგით გამოვიდეთ, მაგრამ ყველანაირი მიმდინარე პროცესი გვაჩვენებს, რომ ივანიშვილს ერთი რაღაც უნდა სრული ავტოკრატია დაამყაროს ქვეყანაში, სრულად დიქტატურა და მართოს სახელმწიფო მხოლოდ მან და რუსეთმა, ისე რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ეს ხო გაცხადდა. ამ გაცხადების პროცესში არიან პოლიტიკოსები, ვისაც სურს რომ სახე ჩამოხსნას ივანიშვილს და მაქსიმალური დანაკარგით გამოვიდეს აი ამ დაწყებული დიქტატორული პროცესიდან, რაც მან დაიწყო. და ანუ რის საფუძველზე ხდება მე მისი შესუსტება, სწორედაც სანქციების. მაგრამ ამ სახის ჩამოხსნის ფონზე ხდება თუ არა ჯაფარიძე, მელია, გვარამიას როგორც პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება და როგორც განეიტრალება იმ ადამიანების, ვინც ქართული ოცნებისთვის ყოველთვის თავისუფლებაზე მყოფი, ნიშნულოვან თავის ტკივილს წარმოადგენს. სამი პოლიტიკური ლიდერი არის ბრძოლის მაგალითი, 12 წლიანი ბრძოლის მაგალითი. აქედან ზურასთვის იყო პირველი ციხე, მაგრამ ნიკა მელიას და ნიკა გვარამიასა მეოთხე დაიჭერენ. ეს ბრძოლის მაგალითი, მათ ეს ბრძოლა გაიარეს და მათ ისინი ამ ბრძოლას გაივლიან ძალიან ღირსეულად და მორალის სწორ მხარეს იდგებიან, მაგრამ ამის პარალელურად ისინი შეძლებენ ციხიდან უფრო მეტად აჩვენონ რეჟიმის სახე, ვიდრე გარედან. მათ ეს გზა აირჩიეს, ანუ რადიკალური გზა აირჩიეს, იმისთვის რომ ივანიშვილის სახე დაინახოს დასავლეთმა და დააწესოს ის სანქციები, რომელიც ივანიშვილს ყველაზე მეტად ტკივა. ივანიშვილს არც ტკივა ისე ძალიან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, როგორც ტკივა მისი ფული და ამას ყველა მის ინტერვიუში ამბობს. მეგობარი აქტი ძალიან აშინებთ მათ. ეს პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყოთ და ჩვენმა ლიდერებმა დაიწყოთ, ასევე აჩქარებს მეგობარი აქტის პროცესის დაჩქარებას, სანქციების დაჩქარებას, ევროკავშირის რეზოლუციების დღევანდელი ასევე ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა მოამზადა, ასეთი კრიტიკული, ასეთი ტონი დაწერილი არ ყოფილა არასდროს. ესეც არის დაჩქარების პროცესი იმისთვის, რომ ივანიშვილმა მაქსიმალური სასჯელი მიიღოს იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისთვის, რასაც დგავს და ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევისთვის. ანუ ჩვენ შიგნით პროტესტთან ერთად ამ პერფორმანსით თუნდაც ხო ვაიძულებთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს რეალურად შეხედონ სიტუაციას, რას წარმოადგენს ივანიშვილი და ვის წარმოადგენს ივანიშვილი. ბატონო გიორგი, თვითმმართველობის არჩევნებსაც მინდა დაუთმოთ რამდენიმე წუთი, ეს თემა დისკუსიის საგანიას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ამ ფონზე კი სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება, მაგალითად გახარიას პარტიის და ლელოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უმჯობესი იყოს ადგილობრივ არჩევნებში ჩართვით ოპოზიციამ ქართულ ოცნებას ერთით მეტი ბრძოლის ველი შეუქმნას. ახლა თქვენი კოალიციის პოზიცია ამ თემაზე გასაგებია, თქვენ ბოიკოტის მომხრე ხართ, თუმცა კიდევ ერთხელ, აი, რატომ ვერ უყურებთ ამ საკითხს ისე, როგორც უყურებენ მაგალითად ლელოში, როგორც ერთით მეტი ბრძოლის ველის შექმნის შესაძლებლობას ხელისუფლების წინააღმდეგ. ბრძოლის ველი არსებობს ქუჩაში, ბრძოლის ველი არსებობს ხალხთან ერთად, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ ოცნებას, არ აძლევს ლეგიტიმაციას და 200 დღის მანძილზე ყავს 60 პოლიტიკური პატიმარი. ხო, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთი ბრძოლის ველი იყოს უკვე არჩევნების ხაზით? ჩვენ თუ ვიცით წინასწარ განსაზღვრული არის, რომ ქართული ოცნება მოიპარავს არჩევნებს. ყველანაირი რეგულაცია შემოიღო ახალი, რომელიც ასევე ვენის კომისიისგან არის შეფასებული როგორც არასამართლიანი. რომელიც იმაზე უარესი არის, ვიდრე იყო 24-26 ოქტომბრისთვის განსაზღვრული რეგულაცია, წინასწარ განმზადებული აქვს ქართულ ოცნებას სიები, ვის როგორ გადაანაწილებს რეგიონების მიხედვით და პირიქით ქართულ ოცნებას სურვილი აქვს აი ამ ფორმით ზუსტად მოიპოვოს ლეგიტიმაცია, რომ თქვას მერე ნებისმიერი მაგალითად კომისიაში გამოცხადებამ ქართულ ოცნებას მისცა იმის საშუალება, რომ ეთქვა თუ არ აღიარებდა გახარია პარლამენტს, რატომ მოვიდა მაშინ კომისიაზე? ანუ პროპაგანდისტვის გაძლიერდება არგუმენტაცია ქართული ოცნების მხრიდან, რომ თუ არ აღიარებთ ამ არჩევნებს, თუ არ აღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, მაშინ რატომ შემოხვედით თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც იგივე ადმინისტრაცია ატარებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუარესებული წესებით. ეს ბრძოლის ველი არ არის, ეს არის დანაღმული ველი, სადაც შეხვალ და აფეთქდები. ბრძოლის ველი ვერ შეიძლება იყოს
დანაღმული. თქვენ რომ აი ლელოში ფიქრობენ რომ თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის წართმევა ესეც არის ცოტა ნაივური დამოკიდებულება. მართლა საინტერესოა ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება განვითარებულიყო პოლიტიკური პროცესები თბილისს რომ ოპოზიციონერი მერი ყოლოდა და იგივე ბათუმშიც ყოფილიყო. ხო, აი შეხედეთ ბათუმი და თბილისი, ორი ყველაზე დიდი ქალაქი, ყველაზე ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი, კლანური მმართველობა, ტენდერები, რომლებიც აქ კალაძის კლანი მართავს, აქ და ბათუმშიც. შესაბამისად, ანუ ყველაზე დიდი ბიზნესები, ქართული ოცნების ბიზნესები აქ არიან კონცენტრირებული ამ ორ დიდ ქალაქში. რატომ გონია, თუნდაც ლელოს, რომ ქართული ოცნება აი ამ პროცესების ფონზე, რაც მათ დაიწყეს, სრული ბოიკოტი ევროპული გზის და რუსული გზის არჩევა, აი ამის ფონზე ან თბილისს დაუთმობს, ან ბათუმს დაუთმობს. თავისუფალი სამართლიანი არჩევნები რო ტარდებოდეს თავისუფალი სამართლიანი წესებით, ჩვენ ვიცით როგორი იქნება თავისუფალი სამართლიანი წესებით, ამაზე ერთობლივი შეთანხმება გაკეთებული არის მათ შორის ქალბატონი სალომეს ფორმატში, მაშინ მოვიგებდით ნამდვილად, მაგრამ აი როდესაც ქართულმა ოცნებამ სახე ჩამოიხსნა თლიანად და გაჩვენებს რომ მე ვარ დიქტატორი და მე ვწყვეტ ამ ქვეყანაში ვინ ჩაჯდება ციხეში, რომელი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი წესებით უნდა ითამაშოთ, აი ამ პროცესში რანაირად შეიძლება გჯეროდეს, რომ თბილისს გაგატანს ან ბათუმს გაგატანს, მით უმეტეს ფინანსური წყარო არის ყველაზე მძლავრი ბათუმსა და თბილისში. აი რატომ გონიათ ეს? ბატონ გიორგი, ისმის განცხადებები, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ჩართვა ეს არის თავად დასავლელი პარტნიორების, ამერიკელების და ევროპელების რეკომენდაცია. რამდენად არის ეს ასე? და აქვე აი გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ესაუბრა სალომ ზურაბიშვილს, როგორც ის ამბობს, ზურაბიშვილთან საუბარში განიხილა საქართველოში პოლიტიკური ვითარება, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს მომავალი ქართველების ხელშიაო, ამბობს კოშტა. აი მისი ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს მესიჯს ქართველი ხალხისადმი, რომ შედით არჩევნებში და გადაარჩინეთ საქართველოს მომავალი. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა 20 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან კარგად გაიაზრეს და შარლ-მიშელის პროცესის შემდეგ გაიაზრეს, რომ მათი ჩარევა რამ მდგომარეობამდე მიიყვანა ესე პირდაპირმა ჩარევა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ღიად არასდროს მოგიწოდებენ გაყალბებულ პროცესში შეხვიდე. ეს არის ჩვენი არჩევანი. დელეგიტიმაციის პროცესი იწყება შიგნიდან გარეთ. ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ქართული ოცნება არალეგიტიმური არის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უმჯობესია შესვლა, იმიტომ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეტყვიან, კი ბატონო, მიბრძანდით, გააკეთეთ თქვენი არჩევანი. დასავლეთი ვერ გიკარნახებს იმას, შენ პოლიტიკურ პროცესს როგორ მართავ ქვეყანაში, დასავლეთს ექნება ყოველთვის რეაქცია იმაზე, რაც არის არადემოკრატიული, რაც არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული და რაც არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში და ევროპულ სტანდარტებში, რაც გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს. ნებისმიერი განცხადება, მათ შორის პროფესიონალების, რომლებმაც შეაფასეს ეს სამართლებრივი ჩარჩო, რითაც მათ ხელმძღვანელობს ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე, არ შეესაბამება ვენის კონვენციის სტანდარტებს და რეკომენდაციებს. ცდება ყველანაირ ევროპულ სტანდარტს ის ფორმატი, როგორცაც ქართული ოცნება აპირებს თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს და როგორცაც ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მომართული არის თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას და მოიტანს არგუმენტად, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას ვეუბნებიან, ეს არის კნარი სიცრუე, იმიტომ რომ არც ერთი დასავლელი პარტნიორი ამას არ გეტყვის, თუ შენ თვითონ არ ეუბნები დასავლელ პარტნიორს, რომ მე თუ არ შევედი, ვერ გადავრჩები. ვერ გადარჩება ვერც ერთი ოპოზიცია ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი თუ დარჩა. ვერ გადარჩება ვერც ერთი პროდასავლური ძალა. ღიად აქვს გაცხადებული კაც, რომ აი ზუსტად ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა გუშინ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ხდომაზე განიხილეს საქართველოს საკითხი, მოვისმინეთ სიტყვით გამოსვლები, მათ შორის ევროპარლამენტის წევრმა ნაჩო სანჩეს ამორმა ასეთი რამ თქვა ოპოზიციის მისამართით, ოპოზიციამ ერთი ხმით უნდა ისაუბროს, თორემ დაიშლებიან. მან ბუნებრივია ქართულ ოცნებაზეც ისაუბრა და მართული პარტიის ბოლოდროინდელი ნაბიჯები და ქმედებები გააკრიტიკა, თუმცა ისაუბრა ოპოზიციაზეც და აი სწორედ თქვენს სპექტრზე მინდა გკითხოთ. არის თუ არა ევროპარლამენტის ეს წევრი მართალი, როცა ამბობს, რომ ოპოზიციას დაშლა ემუქრება თუ პრობლემურ საკითხებზე ერთიან პოზიციამდე ვერ მიხვალთ. რა თქმა უნდა, პროდასავლურ ძალებს და ერთიანობას შლის და დაიწყო ეს პროცესი გახარიას პარტიამ, თუნდაც იმიტომ რომ სიები არ ჩახსნა და პარლამენტში შესვლის საკითხი ჰაერში დატოვა. ისინი არ არიან ბოიკოტს უცხადებენ, მაგრამ
გაუქმეს 12 შემდეგი ადამიანი შემდეგი სიიდან შევლენ. გახარიამ დაიწყო ასევე პროცესი თვითმმართველობის შესვლაზე და ღიად განაცხადა, რომ ის აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. არც ერთი წერილი, რომელიც ერთობლივად გაიგზავნა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, არც ერთ წერილს ხელი არ აქვს მოწერილი გახარიას თავად, იმიტომ რომ მას აქვს აგერ წოდებული შიშები ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირების, მაგრამ ამავდროულად ისიც არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრი ქართული ოცნების პროპაგანდისგან გამომდინარე. გახარიას პარტიამ ასევე ჩაშალა ქართული სალომეს ერთობის პლატფორმა, როდესაც მან პირობა დადო და დაარღვია და ახლა უკვე არღვევს ამ ერთიანობას და ითრევს ლელოსაც ამ პროცესში, როდესაც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შედის. ეს ლევან ხავეიშვილი იყო 2 დღის წინ ჩვენი სტუმარი, რომელიც პირდაპირ თქვა, რომ მისი აზრით გახარია გარიგებულია ქართულ ოცნებასთან იმის გამო, რომ იყოს თავისუფლებაზე. რაიმე მსგავსია იწვით თქვენ კოალიციაში. გარიგებულია თუ არ არის გარიგებული, როდესაც ის ამბობს, რომ ის არის პროდასავლური ძალა და აკეთებს ქართული ოცნებისთვის სასიკეთო საქმეს, სულ არ მაინტერესებს მე ამაში ფული აიღო, გარიგდა, თავისუფლების სანაცვლოდ ამბობს ამ ყველაფერს თუ არა, ის ღალატობს ევროპულ გზას, რომელიც აირჩია ამ ხალხის 80%-მა, ხო, მეტმა კიდე, ანუ არჩევანის თვალსაზრისით, ანუ ვის ატყუებს. და გახარიას ეს პოზიცია არის სწორედ იმის განმაპირობებელი, რომ დღეს ლელოს უწევს ბუნდოვანი პოზიციის დაფიქსირება. გახარიამ რო თქვას, ის არ შედის არჩევნებში, ლელოს ვერ დარჩება მარტო და იგივე ლელომაც რო თქვას, რომ ის ბოიკოტ უცხადებს ღიად და ცხადად, ვერც გახარია ვეღარ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ის რჩება მარტო. ჩვენ ნახეთ რეაქციები რა მოყვა საზოგადოების, იმ აქტიური საზოგადოების, ვინც პროტესტზე დგას, როდესაც ლელომ დაიწყო ორჭოფი იმაზე შესულიყო თუ არა არჩევნებში და ამაზე დისკუსიები მოითხოვა. არ არსებობს არანაირი დისკუსია. ჩვენ ღიად გვაქვს ნათქვამი, რომ არ ვაპირებთ არჩევნებში შესვლას, იმიტომ რომ ეს არის ივანიშვილის ლეგიტიმაციის მიცემა და ივანიშვილის დროის მიცემა არის. იმიტომ რომ დასავლეთი შეაჩეროს ცოტა ხანი სანქციების თვალსაზრისით და ეს არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ასე ვფიქრობ, ეს არის გამოცდილება ბელარუსის, როდესაც ბელარუსის ნებისმიერი არჩევნების შემდეგ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ლუკაშენკო კიდევ უფრო დიდი ძალით ურტყამდა პროდასავლურ ძალებს, იმიტომ რომ მან ხალხის მანდატს იშველიებდა. რომ ხალხმა მიანიჭა მანდატი ის, რომ გააუქმოს ოპოზიცია და გააუქმოს სამოქალაქო სექტორი. სწორედ ამის საფრთხე არის, რომ ნები თუ უნებლიეთ გახარია და მათ შორის ლელოს ეს ურჭოფობა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ივანიშვილს მისცემს იმის ძალას, რომ მან აჩვენოს, რომ ოპოზიციამ წააგო, იმიტომ რომ გააყალბებს არჩევნებს, აჩვენოს, რომ არაფრის წამღებები არ არიან და ეგრეთ წოდებული ხალხის მანდატის მართლა გააუქმოს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის აღასრულოს კანონი ბოლომდე და დაგხუროთ თქვენც და დახუროს არასამთავრობო სექტორი, დაიჭიროს მათი ლიდერებიც. აი ამ პროცესში ვეხმარებით ივანიშვილს თუ არჩევნებში შევდივართ. ეს არის, რაც უნდა გაიაზროს ლელომაც და გახარიამაც. ხაბადაც იქნებიან ამის მონაწილეები. ბოლო თემა და ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი მორიგი საკადრო ცვლილება ხელისუფლებაში გენერალური აუდიტორი, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ტოვებს ვახტანგ გომელაურის შემდეგ თანამდებობას. ის გადადის გენერალური აუდიტორის პოზიციაზე. ცოტნე ყავლაშვილი კი, რომელსაც ამ დრომდე ეკავა გენერალური აუდიტორის თანამდებობა და 7 წლით იქნა ცოტა ხნის წინ არჩეული ამ პოზიციაზე, ინაცვლებს და ბრუნდება ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე. ხა გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორი უკვე ყოფილი ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელსაც დასავლელი პარტნიორების სანქციები შეეხო, კერძოდ ის დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, იგივე ვახტანგ გომელაური, ხო, რომელმაც გასულ კვირას დატოვა თანამდებობა, არაერთი ასე ვთქვათ პარტნიორი ქვეყნის სანქციების ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად ისმის კითხვა, რატომ ტოვებენ თანამდებობებს დასანქცირებული პირები. ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ხელისუფლებიდან სანქცირებული პირების გაშვება. ხო, ანუ აქ რამოდენიმე ვერსია შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ ცდილობენ განახლებას უფრო მორჩილი ადამიანების დანიშვნას, ან ისეთი ფიგურების, რომლებიც უფრო შეუწყობენ ხელს ძალაუფლების კონსოლიდაციას, არ იქნებიან პრობლემურები ამ ძალადობის აღსრულებაში, ან უფრო მარტივად ერთი კლანი ნაცვლდება მეორე კლანით, რომელიც შეიძლება უფრო აქტიური იყოს, ან უფრო მორჩილი იყოს, ან უფრო მარტივად
ემორჩილებოდეს ივანიშვილს ან რუსეთს. ან მეორე ვერსია არის ისინი ცდილობენ რაღაცა დათმობები აჩვენონ დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკას, იმიტომ რომ ივანიშვილს ეშინია მეგობარი აქტის, განსაკუთრებით ეშინია ქართულ ოცნებას მეგობარი აქტის და როდესაც ისინი საუბრობენ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე, მათ რაღაცა ჭადრაკის დაფაზე გადაადგილებები უნდა აჩვენონ, რომ თითქოს ისინი ცდილობენ რაღაცა შემხედრი ნაბიჯები გადადგან. მაგრამ ეს ხო არ არის შემხედრი ნაბიჯები, თუ ამას ზომავენ და ასე აპირებენ დასავლეთის და ამერიკის მოტყუებას არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ამით ცადონ მოლაპარაკების მაგიდასთან რაღაცა დაიწერონ ქულები, რომ თითქოს ისინი დასანქცირებული მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს, გადააყენეს, შეცვალეს და ეს გახდეს საფუძველი მოლაპარაკების დაწყების ამერიკასთან, რომ მეგობარი აქტი არ ამუშავდეს, ან რაღაცა ფორმის ლეგიტიმაცია მიანიჭოს ტრამპის ადმინისტრაციამ. არის ვარაუდი, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ეს რუსული რეჟიმების გამოცდილებით ბელარუსში და არა მარტო ბელარუსში, ჩვენს სამეზობლო ქვეყნებშიც, როდესაც კრიზისი დგებოდა ქვეყანაში, ყოველთვის ცდილობდნენ გადაენაცვლებინათ პაიკები საჭადრაკო დაფაზე იმისთვის, რომ პაიკებს უწოდებთ, ხო, ზუსტად ეს უნდა მეკითხა, მაშინ რისთვის ეს გადაადგილება? თუ კი ამბობთ, რომ ისინი პაიკები არიან და არა გადაწყვეტილების მიმღები. ნახეთ, პაიკები არიან, მაგრამ გადაწყვეტის მიმღები იქ არავინ არ არის, გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი, ეს არის ივანიშვილი და ივანიშვილს თავად არ იღებს რუსეთი. გადაწყვეტილებას, რასაც კარნახობენ, იმას აკეთებს ერთი-ერთი სხვანაირად ვერ გაიმეორებ იმ ნაბიჯებს, რაც რუსეთში გადაიდგა ბოლო წლების მანძილზე და რასაც ივანიშვილი დგას აქვს ბოლო 1 წლის მანძილზე. ამიტომ ისინი პაიკები არიან, მაგრამ არიან პაიკები ალბათ, რომლებიც ჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაცა ფასადი აჩვენონ, როგორც თქვი, რომ შეიძლება ამერიკასთან მოლაპარაკებისთვის ჭირდებათ, რომ უთხრან, რომ ჩვენ შევცვალეთ რაღაცეები, ან ანაცვლებენ უფრო ისეთი მორჩილი პაიკებით, რომლებიც როგორც ივანიშვილი იტყო და ორჯერ თქმა არ ჭირდებოდა ღარიბაშვილს მაგალითად. შეიძლება გომელაურს დაჭირდა ორჯერ თქმა. შეიძლება იმ ადამიანებს, ვინ ჩაანაცვლეს, ორჯერ თქმა ჭირდებოდა და ასეთი ადამიანები ივანიშვილს აღარ უნდა გვერდით და ჭირდება ისეთი ადამიანები, ვინც უსიტყვოდ გაიგებს რუსულ კარნახს ან ერთხელ თქმა საკმარისი იქნება. ანუ ეს ორი ვერსია არის, სხვა ვერსია არ არსებობს. ფაქტი სახეზე არის, რომ ივანიშვილს ამერიკული სანქციების ძალიან ეშინია და ეშინია იმ პროცესების რაშიც იმყოფება. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო. გიორგი ბუტიკაშვილს ვემშვიდობებით, დასრულებულია დღის ნიუსრუმით, ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.